ფილმშვიდობისა მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს 5 დეკემბერია, 8:30 წუთი და თქვენთვის ვიწყებთ ტელემაუწყებლობას, მუშაობას, მადლობა რომ გუყურებთ და გვისმენთ. კახამქიაშვილი, სოფიო კუჭავა თქვენთან ერთად ვიქნებით და შევეცდებით რომ საინტერესო გადაცემა შემოგთავაზოთ. სანამ გადაცემის ანონსს გაგაცნობდეთ, საეკლესიო კალენდარი მოვისმინოთ. 5 დეკემბერს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა მოციქულებს 70-თაგანთა ფილიმონს, არქიპოს და ონისიმეს, წმინდა მოწამეს მოციქულთა სწორ აპფიას, წმინდა მოწამეებს ცეცილიას, ვალერიანეს, ტიბურტის და მაქსიმეს, წმინდა მოწამე პროკოფი წიგნის მკითხველს, წმინდა მოწამე მენიგნის, ღირს აგაბო ისმაიტელს, მართალ მიქაელ მხედარს, კეთილმსახურ მთავარ მიხეილ ტვერელს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. გელოცავთ დღევანდელი წმინდანების სცენებას, ახლა მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს თუ რას ნახავენ ჩვენი დღევანდელი დილის ეთერის პარგლებში, იმისთვის რომ უფრო მობილიზებულები ისწენ ტელეეკრანებთან, საკვირაო სახარებას განმარტავს ჩვენი გადაცემის პირველი სტუმარი, რომელიც ბრძანდება ყოლაწმინდა სამების ლავრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მდელსახური დეკანოზი გიორგი კალანდია. გადაცემის მეორე ნაწილში შემოგვერთდებიან ნარჩვეულებრივი სტუმრები, გეტყვით რომ 8 და 9 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში საღამო გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვერთდებიან მომღერალი გია დავითიანი და რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და თუ რა სიახლეზეა საუბარი, ამ ყველაფერზე დეტალურად რა თქმა უნდა სტუმრები მოგვიყვებიან. სიახლე იქნება რომ გია დავითიანი ადამიანი, რომელსაც საზოგადოება იმღერებს, მიუძნებს როგორც გამორჩეულ მომღერალს, გაირკვა რომ შესანიშნავი ლექსების ავტორია და სწორედ აი ამაზე იქნება ჩვენი სტუმრების სასაუბრო თემა, დეტალებს უკვე სტუმრებთან. ხო, ეგრე რაღაც ანონსივით გავაკეთოთ. საქართველოს ფოსტა აცხადებს ზამთრის ფოტოკონკურსს, თუ რას მოიცავს ეს კონკურსი და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება, უფრო მეც ნინო გელაშვილის ჩართვიდან შევიტყობთ. ნინო მოგვიყვება დეტალურად სად, როგორ, რა ფორმით შეიძლება ჩავერთოთ ამ ძალიან საზეიმონო აქციაში. და გადაცემის დასკვნით ნაწილში ჩვენი სტუმარი იქნება მუსიკოსი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, ვისაუბრებთ მის შემოქმედებასა და სიახლეებზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო, ნიკოლოზი ახალგაზრდა მუსიკოსია და ესე იგი გავაცნობ ჩვენ საზოგადოებას მას, ესე იგი ახლა ამიდის პროგნოზის ჯერია ჩვენს ეთერში, თუმცა მანამდე ერთი განცხადება გვინდა გავაკეთოთ, ალბათ ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ნახავდით რომ სასულიერო პირს დეკანოზ გაბრიელ ასათიანს სჭირდება საზოგადოების დახმარება, იგი მძიმე სენს ებრძვის და წევს საავადმყოფოში რეანიმაციაში და აი აქ არის ფოტო, აქ არის მითითებული ანგარიშის ნომერი, თუ სად როგორ შეიძლება დახმარება და ძალიან გვინდა რომ მამა გაბრიელს უსურვოთ ჯანმრთელობა, იგი მსახურობს ნაძალადევში, ივერიის ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში და დიდი მედი გვაქვს რომ საზოგადოების დახმარებით და ღვთისმშობლებით მამა გაბრიელი გამოჯანმრთელდება. ახლა ამიდის პროგნოზი მოვისმინოთ და შემდგომ დაგიბრუნდებით სტუმართან ერთად.
გრძელდება ჩვენი გადაცემა და წარმოგიდგენთ პირველ სტუმარს. ყოვლადწმინდა სამების ლავრის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი გიორგი კალანდია. დილომშვიდობის ემანა გიორგი, მადლობა სტუმრობისათვის. საკვირაო სახარებაზე ვსაუბრობთ, რომელიც კვირას წაიკითხება ღვთისმსახურებაზე და პირველ რიგში რომ უთხრეთ ჩვენს მენელს, რომელი სახარება იკითხება, რომელი მახარებლისგან საკითხავი შინაარსი გავაცნობთ, ჩვენთან განმარტებას მოვისმენთ. კვირას წაიკითხება ლუკას სახარება, მე-13 თავი, 10-17 მუხლი. მისი შინაარსი შემდეგია მაცხოვარი ერთ-ერთ შაბათ-დღეს სინაგოგაში ასწავლის, იქ მყოფ საზოგადოებას. ნახულობს ადამიანს, რომელიც ქვედადრეკილია, უძულურია, ახედვა არ შეუძლია, მოხრილია წელში, იმდენად რომ მას აღქმა სამყაროსი უჭირს და მოუწოდებს მას ქრისტე, დაადებს ხელს და ეუბნება, რომ ის განთავისუფლებულია იმ უძულურებისგან, რაც გააჩნია. თუმცა ეს, რა თქმა უნდა, გამოიწვევს იქ ყოფი ზოგი საზოგადოების უკმაყოფილებას და რისხვასო ამ სინაგოგის თავრის. რა თქმა უნდა, ამაზე საყვედურს იღებს სინაგოგის თავარი და ხალხი, რომელიც იქ იყვნენ, ამის გამო ესე იგი შერცხვენილები არიან. მაგრამ უხაროდა საზოგადოებას, ვინც კი იხილა ეს უდიდეს სასწაული ქრისტესგან აღსრულებული. რა თქმა უნდა, ჯობია რომ ამ სახარებას თქვენ ნებართვით მივყვეთ. ცხადია. და ისე მუხლობრივად ვეცადოთ, რომ მისი შინაარსი გადმოვცეთ. და ასწავებდა მათ იესოს შესაკრებელსა ერთსა შაბათსა შინა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მაცხოვარი მიდის შესაკრებელში და ასწავლის იქ მყოფ საზოგადოებას. მაცხოვარი, რომელიც მოვიდა სიტყვა განკაცებული ღვთისა და ძე ჩვენი მაცხოვარი, რომელიც ღმერთია, რა თქმა უნდა, ის წმინდა წერილი, რომელსაც ის კითხულობდა მის შესახებ ცნობას ფლობდა, იყო მასში ქრისტეს შესახებ, მაგრამ ეს აზრი და შინაარსი სამწუხაროდ ვერ გაიგო მაშინდელმა დიდმა ნაწილმა საზოგადოების. თუმცა პირადი მაგალითი აქ რომ ძალიან მნიშვნელოვანი ესეც ფაქტია, რომ ქრისტე პირადად რომ ურთიერთობს საზოგადოებასთან და ურთიერთობს მრევლთან შეიძლება ითქვას და საკუთარი ეს კეთილგანწყობა უძლურების მიმართ, მისი სიყვარული უძლურების მიმართ რამდენად დიდია, როცა ის ასწავლიდა, შემდეგი მუხლი მეუბნება, რომ დააჰაესერა დედაკაცი, რომელსათან იყო სული უძლურებისა. ესე იგი, ეს დედაკაცი წმინდა მამების მიერ შედარებული არის წარმართ სამყაროსთან, რომელსაც არ შეეძლო დაენახა ღმერთი. კი ამბობდნენ, ამხსენებდნენ ღმერთს და ვიცი ჩვენ წარმართებშიც იხსენიებოდა ღმერთი, მაგრამ არ იყო ჭეშმარიტება. ხოლო ჭეშმარიტება, სადაც არ არის, იქ წარმოუდგენელია, რომ ღმერთი სწორად შეეცნო. თუმცა ჩვენ როცა ამ დედაკაცზე ვსაუბრობთ, მაცხოვარი არ საუბრობს მასზე როგორც ცოდვილზე. ესე ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არის შემთხვევა, როცა მაცხოვარი განკურნებს და ეუბნება, რომ მიგეტეო შვილო შენ შეწოდებანი შენი. ამ შემთხვევაში მისი უძლურებანი, რაც მან დაინახა ქრისტემ, ამისგან გაანთავისუფლა, რამე თუ ის სულს ყავდა შეპყრობილი ამ უძლურების სულს. ასევე იყო წარმართი სამყარო. წარმართი სამყარო, რომელსაც თავისი ცოდვის გამო, თავისი არასწორი ხედვის გამო არ შეეძლო, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტი ერთი ღმერთი მიეღო ქრისტეს გარეშე. ხოლო ქრისტეს მოსვლამ მოგვცა ჩვენ ეს ბედნიერება და სიხაული. ხოლო რაც შეეხება თვითონ ამ დედაკაცის მდგომარეობიდან თუ ვისაუბრებთ უძლურებაზე, მინდა ვთქვა, რომ ადამიანი როცა უძლურია, კითხვა უჩნდება ხოლმე, მეტა ეს უძლურება ჩემი დანაშაულიდან ხო არ მოდის. ძალიან დიდი ფაქტორია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, როცა ადამიანს ეუბნები, რომ შენი ცოდებისგან, ან შენი წინაპრის ცოდებისგან გაქეს, რაც გჭირს. მაშინათვე მეტი მწუხარება მოდის ადამიანზე, უფრო მეტად ჭირს ხოლმე ამ დროს დაძლიოს ის თავის თავში არსებული ესა თუ ის უძლურება, იმიტომ რომ ჩვენ განარომლებით ჯანმრთელები ვართ, ვისაც გვაქვს იმის უნარი, რომ ხედავდეთ, დავდიოდეთ, ხელი გქონდეს, თვალი გქონდეს, განა ჩვენ არ ვცოდავთ. და ჩვენ რომ ამის სანაცვლოდ როგორც ვცხოვრობთ, ისე მოგვიგებოდეს, როგორი უძლურებით ვიქნებით, დაუძლურებული როგორი სნეულება გვექნება, ხო? ჩვენ ვერ წარმოვიდგენთ, რომ ეს დაშვება რო იყოს. ამიტომ როცა ჩვენ ხედავთ ადამიანს, რომელსაც რაღაცა ნაკლოვანება აქვს,
მაშინაც გონება არ უნდა გაგვექცეს იქითკენ და არ უნდა ვთქვა, რომ იცი რა, ცოდვილია ეს ადამიანი. წარმოიდგინეთ ეს არასწორი ხედვა არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში. თუნდაც ახლა ღვთისმშობლის ტაძრას მიყვანების დღესასწაული, დღესასწაულეთ, მოგილოცავთ ყველას და როცა ღვთისმშობელზე მის მშობლებზე საუბარი იყო, რა ხანუშვილოები იყვნენ, ესე იგი ცოდვილები იყვნენ, არა და მართალ ადამიანებზე იყო საუბარი. და ეს შეცდომა არ უნდა იქნას დაშვებული და ეს დაღონება, სადღაცა ფიქრობ, რომ ამ ადამიანისა ეს დაღონება, რომელიც გარე საზოგადოების არასწორი აღქმიდან მომდინარეობს. იმიტომ რომ მე როცა მქონია ურთიერთობა დაუძლებელ ადამიანთან, მას მანუგეშებლად იმდენად ყავს ქრისტე და იმდენად ყავს ეკლესია, რომ ამ უძლურებაშივე შეუძლია ადიდოს ღმერთი. და სწორედ ეს ქალიც ამის მაგალითია, ხო, ის ადიდებს უფალს, ეკლესიაში მოდის. მიუხედავად იმისა, რომ არ შეუძლია ზევით ახედვა და საშინელად მტკივა-კიდევაც ეს მდგომარეობა, რაც მას გააჩნია, ის ეკლესიის წიაღშია, სხვაგან კი არ ნახა ქრისტემ, ეკლესიაში ნახა. ამიტომ ჩვენც უნდა ეკლესიაში უნდა ვპოვოთ სულიერი მუგიში და ჩვენც ასევე იმ ადამიანებს, ვინც მსგავს მდგომარეობაში არიან ეკლესიაში, ჩვენ უნდა ვანუგეშოთ ისინი. და შემდგომ ამისა დაღონებული, ხო, 18 წელია ესე რო არის ეს ადამიანია, 18 წლიდან და იყო იგი დაღონებულ და ვერ ეძლო ზეახილვად ყოვლითურთ. იხილა იგი იესო. განამანამდე არ ნახა ქრისტემ, განამანამდე არ იცის ყველა ჩვენგანის გული და ჩვენი მდგომარეობა, პრობლემა, მაგრამ ქრისტემ იხილა ჩვენ თვალთახედვის უფრო მეტ გულისხმიერებას გულისხმობს, ჩვენს რომ უკეთესად ხედავდე, ჩვენს კარგად განვიცდიდეთ გარემოს. ჩვენ ეკლესიაში მისულები, რა თქმა უნდა, კარგია, რომ საკუთარ ცოდვას ხედავდეს ადამიანი და ისე მიდიოდეს ეკლესიაში. მაგრამ როგორც კი ეკლესიაში მისული ადამიანი საკუთარ ცოდვასთან ერთად თუ ხედავს იმის შესაძლებლობას და საჭიროებასაც უნდა ხედავდეს, რომ რა ხდება მის გარშემო. რა შეიძლება ვიღაცას გაუკეთოს სიკეთე, რით შეიძლება რომ ვიღაცა ანუგეშოს. და ამ შემთხვევაში ისევ და ისევ ვიტყვით, რომ სიტყვას აქვს ძალიან დიდი ძალა. ნუგეშს. ახლა ნუგეში ძალიან ღრმა სიტყვა არის და გულის დასადებელს ნიშნავს, სულხან საბა ამბობს და შეიძლება ესეთ ნუგეში მხოლოდ ქრისტედან მომდინარეობს, მაგრამ ჩვენი ადამიანური თანაგრძნობის შესაძლებლობა ის აუცილებელია და ეს თანაგრძნობა უნდა გაგვაჩნდეს გარშემოყოფი ადამიანების მიმართ და ნახარა იხილა ქრისტემ. ესე იგი ჩვენი ყურადღება მიაპყრო ამ ადამიანის მიმართ. მოუწოდა და რქვა მას, დედაკაცო, განტევებულ ხარ უძლურებისაგან შენისა. მოწოდება. ეს არის თავისუფალი ნების გამოვლენის, ესე იგი, შესაძლებლობა. მინდა მივალ, მინდა არ მივალ. კი არ გვაძალებს ღმერთი. სურვილი შენი უნდა ემთხვეოდეს ჩემს სურვილს, რომ მე მინდა კარგად ვიყო. და ღვთის სურვილი არის, რომ ყველა კარგად იყოს. აუცილებლად უპირობოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს უნდა რომ ყველა კარგად იყოს. ხოლო ეს მოწოდება ყველას მიმართ აქვს მაცხოვრს, ყველას მოუწოდებს, ყველას ეუბნება, რომ ის იქნება მათ და მანუგეშებლად. საოცარი ადგილია სახარების ის ნაწილი, როცა კეთროვანი ეუბნება, უკეთ თუ გინდეს ძალგის ჩემი განკურნება. აი სხვა ადგილი სახარებისა, როცა 9 ნეტარებას წარმოთქვამს ქრისტე, იქ არის ეს მომენტი, რომ შენ თუ ესე იგი გინდა, შეგიძლია ჩემი განკურნება. აი ესეთ მდგომარეობამდეა მისული ეს ქალი. მე ესე წარმომიდგენია, უბრალოდ მას აქ სიტყვები არ აქვს და არ ჩანს მისი სიტყვები, მაგრამ მაცხოვრის მიმართ სწორედ ეს დამოკიდებულება უჩნდება მას, რომ შენ თუ გინდა, დამიძახებ და გამიკურნები, ზედ ავიხედავ კიდევაც ჭეშმარიტებასაც ვაღიარებ კიდევაც და თუნდაც იმას, რაც ბოლოს შეურაცხყოფას ღებულობ ხო და საყვედურს იმასაც მივიღებ, არ არის პრობლემა, მაგრამ თავარია შენი მოწოდებით ხდებოდეს ეს. და დაასხნა მასზე და ხენი და მეხსეულად აღემართა და ვიდოდა და ადიდებდა ღმერთს. ღვთისმადიდებელი ისედაც რომელზედაც ხელდასხმა მოხდა, როგორც ჩვენ წარმართები, როცა ვიყავით და არ ვიცოდით ქრისტე, მაგრამ ქრისტეს მოსვლით მისი ხელდასხმით ჩვენ აღვემართენით, მივიღეთ ჭეშმარიტება და ეს ჭეშმარიტება გვიბყრიეს და ვიცით რა არის მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და ვინ არის, ასევე ამ ქალმაც რომელსაც ხელდასხმა მიიღო, განთავისუფლდა აი ამ უძლურებისაგან.
თუმცა აქვე სუფთა ადამიანური თვალსაზრისით უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ აი ეს ხელის შეხება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ალბათ ყველა ჩვენგანს გვიგრძნია, ხო? არის რაღაც ოფიციალური ურთიერთობა, სადაც შეიძლება ნაკლებად იყოს ადამიანი მეორე ადამიანთან რაღაც შემხებელობაში, მაგრამ არის ისეთი ურთიერთობა, რა ხა მოძღვართან რომ მიდიხარ, რაღაც გულში ჩაგიკრავს თბილად, მოგეპყრობა, სიყვარულს გიჩვენებს. აი აქაც არის რაღაცა განსაკუთრებული მდგომარეობა ზრუნვა ადამიანისა, რომელიც შენგან ყურადღებას საჭიროებს და არ გაუგრის ქრისტე რა თქმა უნდა ამას დაადებს ხელს, ნახა ხელის დადება ვიცით ქრისტესგან ეს მადლის გადმოსვლა, რომელმაც აღმართა და განკურნა ეს ადამიანი. მიუგო შესაკრებლისმან მან ესე იგი ამის შემდეგ რა ხდება? ხო ეხლა ამ განკურნების დროს, როცა ალბათ უამრავი ადამიანი აღთოვანდა, გაოცდა, განსხვავდა, იმიტომ ერთი კვირის ამბავი არ არის და ორი დღის 18 წელია რომ ეს ქალბატონი ამ მდგომარეობაშია და მიუგო შესაკრებლისმა მთავარმა რისხვით, რამე თუ შაბათსა განკურნა იგი იესო და ეტყოდაერსა მაგას. 6 დღენი არიან, რომელთა შინა ჯერ არ საქმეთ. მათ შინა მომავალნი განიკურნებოდეთ და ნუ დღესა შაბათსა. ესე იგი აქ უკვე ხდება რა? ის ადამიანი, რომელიც ამ შესაძლებლობის მთავარია და რომელსაც თითქოს ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია. იტყუება არ არის გულწრფელი, ხო, ახლა ნამდვილად არ არის. მაშინ ადრეც მოდიოდა ეს ქალი რა, პირველად არ არის კიდევ ერთხელ დარწმუნებული ეკლესიაში. და თუ მას უნდა მისი განკურნება და შეეძლო, მაშინ განკურნებდა, ხო? და ამ ქრისტეს მსახურებას ითვისებს. ანუ ქრისტე მისი მსახურია და მისი ხელით მოხდა თითქოს ეს ყველაფერი და ამიტომაც რაღაცა ცდომილებისკენ მიუთითებს ერს. ეს კი კაცო შეიძლება რომ ქრისტე განკურნოს ადამიანი არ არის უცხო, მაგრამ რაღაც დღეს, როცა დღეს არის განსვენების დღე. და თუ შაბათი იცით თქვენ, ეს არის განსვენების, დასვენების დღე, ესე იგი 6 დღე შექმნა მართლა სამყარო, მე 7 დღეს განისვენაო და სწორედ ამიდან გამომდინარე შაბათი ვიცით რომ განსაკუთრებულად ყურადღება ექცეოდა შაბათის დღეს უქმობას. მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით რომ შაბათი კაცისთვის და არა კაცი შაბათისთვის, ხო და აქედან გამომდინარე შური ადამიანისა. და რაც ყველაზე მტკივნეული ალბათ და ყველაზე მტკივნეულად განუცდია ჩვენს მრევლს რიგ შემთხვევაში ეს არის მრისხანება. თუ ჩვენ რაღაცა ვიცით და ამ ცოდნას, ანუ რაღაც ცოდნას, რომელიც ეკლესიიდან მომდინარეობს, მრისხანებით გადავცემთ, ამის მიმღები ადამიანი არ არის, ვერ მიიღებს და სამწუხაროდ ასე ბევრი დაგვიკარგავს და დღესაც კი სადღაც აი მდგომარეობაში იმყოფება ისე მიბრუნდეს თუ არა ეკლესიას, იმიტომ რომ ისეთი მრისხანე ტონით შეიძლება მიიღო ისწავლება, რომელიც სიყვარულით ისწავლება, რომელიც თავდადებით მაგალითით უნდა გადასცე ადამიანმა. ხო, ახლა მაცხوارი ამბობს, დიდი ეწოდება იმას, ვინც ყოს და ასწავლოსო, ანუ ჯერ პირველად უნდა იმოქმედო შენ, რომ სხვისთვის მასწავლებელი გახდე და ახლა ის კიდე ნათქვამია, რომ ყველაზე რთული ასწავლო იმას, ვინც უკვე მასწავლებელია. ამიტომ ეს ადამიანი ამ მდგომარეობაში იმყოფება და შურის მომენტია, გესმით, აი მიხვდებით, რომ აი შურია, რომ აქ შენ როგორ გააკეთე ისეთი რამე, რომ ის გაკეთებაც მე არ შემიძლია. და ამიტომ იქ მყოფ ადამიანებს საყვედურობს. და ეუბნება, რატო აკეთებ თქვენ ამას? დღეს რატო განიკურნეთ და მაცხოვარს შესაბამისად აქ ამაზე თავისი პასუხი ეს პირდაპირობა მაცხოვრისა ჩვენთვისაც მაგალითია, სადღაც საჭიროა რომ პირდაპირ ვიყოთ. შელამაზების გარეშე ვთქვათ, რომ ეუბნება ორგულო. მიუგო მას იესო და რქვა ორგულო. კაცად მან თქვენგან მან არა ახსნისა შაბათსა შინა ხარი გინა ვირი ბაგათაგან მართა და წარიბის და ასვის მას წყალი. ნუ ახლა აქ ზრუნვაზეა საუბარი, ხო ეხა და ამით ამ ზრუნველობას როცა ცხოველის მიმართ იჩენ და საჭიროც არის რა თქმა უნდა სწორია, მით უმეტეს ადამიანის მიმართ დღევანდელ დღეს, რომელიც განსვენების დღე არის, რომელიც სიმშვიდის დღე არის, უქმობის დღე არის, რომელიც შენთვის სიხარულად უნდა იქცეს, სხვა ადამიანი, რომელსაც ტკივა და თუ მე მის მიმართ დახმარების გაწევა შემიძლია, როგორ უნდა გამაჩერო, ან როგორ უნდა უსაყვედრო იმას, ვინც ეს დახმარება და მოგეში მიიღო. ხოლო ესე ასული აბრაამის იყო, რომელიც შეეკრა ეშმაკსა. ახა ესე რა 18 წელი არის.
არაჯერ იყო განხსნად საკრებელთა მატცა, დღესა შაბათსა. ხა აბრაამის შვილობაზე მეუთითებს და ასევე ამბობს იმას, რაც არავის არ უთქვამს მისთვის, რომ 18 წელია ხა ყოვლისწოდნა ღმერთისთვის ეს დაფარულია იქნებოდა, რომ იტანჯება ეს ადამიანი და ბოლოს უკვე აი ამ მხილების გამო, რაც მას მიიღო, ესე იგი ამ ორგულობისგან გამომდინარე, რაც ორპირობა არის ადამიანისა, რომელიც თითქოს ღვთისმსახურია, მაგრამ ამ დროს უკვე არ გამოდის ღვთისმსახურება, როგორ გამოდის, როცა არ გიყვარს მოყვასი, როცა არ გინდა მისი კეთილდღეობა. და ეს მდგომარეობა კიდე შეიძლება შევადაროთ რას, როცა ადამიანი რაღაცა პოზიციაზეა, რაღაცა თანამდებობა უჭირავ, შეიძლება საეკლესიო თუ საეროვნო სადღაცა შურით შეიძლება მასზე უკეთესი კანდიდატი არ უნდადეს, რომ იყოს მის გვერდით სწორად საქმის გამკეთებელი და ესეთი ადამიანია, ხო, ახლა ორგულობს, იმიტომ რომ თითქოს ღმერთს ემსახურება, მაგრამ საკუთარ მსახურად უნდა რომ ეკლესია გაიხადოს, ის გარემო, რომელშიც ის იმყოფება, ის შესაკრებელი და ის ხალხი, მხოლოდ მისი მადდებელები იყვნენ, მაგრამ ამ საყვედურს როგორც ჩანს, იქ ყოფი ადამიანები კიდე ის მის შესაკრებლის თავის ნათქვამ საყვედურს სხვებით შემოვერთნენ, რომლებსაც შეერცხვა თუ ქრისტეს სიტყვების შემდეგ, ხოლო სხვებსა კი უხარო და რომელიც ამას ისმენდნენ აი ამ დიდ სასწაულს, რომელიც ქრისტესგან მიიღეს. ეს არის ის შინაარსი, რაც შეიძლება ვთქვათ, თუმცა აქ სახარების შინაარსი კიდე გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ვისაუბროთ ცალკე იმ ზნეობრივ სწავლებებზე, რომელიც აქედან გამომდინარეობს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ერთის მხრივ აღნიშნეთ მომენტი, რომ აი ის რომ მეატოვერ შეძელი სხვა შეძლო და იმას კი არა რა მოხდა. სხვა შემთხვევაში ხდება, რომ აყვედრიან მათ ხო რატო შაბათს განკურნე. და ასევე ვხვდებით ხო სახარებაში თქვენ სახსენეთ, რომ შაბათი შეიქმნა ადამიანებს და არა ადამიანის შაბათისთვის. აი ჩვენ რო გადმოვიტანოთ ჩვენს ყოფას, ჩვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ სახარება უნდა იყოს ჩვენი გზამკურნით, ხო? რა პარალელი შეიძლება? დღეს შეიძლება არავინ ამის გამო არავის არ აყვედრდეს შაბათს ან კვირას ან დილას ან საღამოს ნუკურნავას იკეთეს, მოაკეთებ, მაგრამ ხო არ არის ხშირად ჩვენშიც ეს მომენტი, რომ აი მე რაც ვერ შეიძლება სხვამ შეძლო და ამ შურის ან რაღაც ამ მომენტის გამო თითქოს სხვა მიზეზით ვაკვეთრით არა და შინაგანი მომენტი ეს არის რომ სხვა მაჯობა ან მე არა კიდე რა პარალელები შეიძლება ჩვენს ყოფაში გადმოვიტანოთ ხო შეიძლება რა თქმა უნდა შეიძლება და სწორედ ამაზე მინდოდა ხაზგასმა როცა ვთქვი რომ წარმატებული ადამიანი საზოგადოებაში წარმატებული ადამიანი ხშირად განიცდის დევნას დიახ წარმატებული ადამიანი გულისხმობ რას, როცა ის ვინმეს ამჩნევს და სიკეთეს უკეთებს და ეს სიკეთე, რომელიც აუცილებელი იყო იმ ადამიანისთვის, ხშირად ხდება ამ სიკეთის აღსრულების მიმართ მე საყვედურის თქმა, რომ ესე იგი საზოგადოდ გააკეთა, დასანახად გააკეთა, ესე იგი თავის წარმოჩენა უნდა და უამრავ სხვადასხვა დავადებთ ხოლმე ადამიანს, რომელიც უბრალოდ უნდა რომ მეორე ადამიანს დახმარებოდა. ხა წარმოიდგინეთ ეკლესიაში მოსული ადამიანი, რომელსაც გვერდით ყავს გაჭირვებული ადამიანი და მას თუ ეხმარება, შეიძლება მრევლის მეორე ნაწილს ამის მიმართ შური გაუჩნდეს, შეიძლება იმას რომელსაც ამის უნარი აქვს რომ მასაც შეეძლო რომ დახმარებოდა. ხა წარმოიდგინეთ ეკლესიაში თუ ვინმე მეორე ადამიანს ეხმარება და ფიქრობ რომ მე რატო ვერ შევამჩნიე. შენ თავზე ხარ თითქოს უკმაყოფილო რჩები შენი თავით, მაგრამ ამ უკმაყოფილობას კი არ აღიარებ. გიჭირს ადამიანური სისუსტიდან გამომდინარე და აბა ვიცი რა მეტი ჩრვალად აკეთებს ალბათ ეს თუ არა ხარ ამგონია გულწრფელი იყოს. ამიტომ აი აქედან უნდა გამოვიდეთ გესმით აი გაგვიხარდეს სხვის მიერ აღსრულებული სიკეთე. მოგწონდეს ის რომ ადამიანი ამჩნევს პრობლემას და ამ პრობლემის აღმოფხვრისთვის თავის ძალისხმევას არ იშურებს, ხო? ეს ყველა მიმართულებით შეიძლება ვთქვა და ყველა მიმართულებაში შეიძლება ესეთი პრობლემა არსებობდეს და ამის მიმართ ჩვენ რაღაცა ჩვენი სწორი პოზიცია გქონდეს. ერთი მომენტიც არის ხოლმე მამა გიორგი, აი თუ რომელიმე წარმატებული ახსენეთ თქვენ შეიძლება ადამიანი აკეთებს, ესეც არის ხოლმე, ხო იმას აქვს და გააკეთებს, რატომაც არა, მეც რომ მქონდეს ვიზავდი. მაგრამ არ არსებობს ალბათ ადამიანი, რომ ერთი ჭიქა წყალი ვერ მიაწოდოს, ერთი ლუკმა პური ვერ მი, რაც ჩვენ ხო მოგვითხოვება ის რაც შეგვიძლია, იმაზე მეცხო არც ღმერთი და არც ხო არ მოგთხოვს არ შეგვიძლია, მაგრამ თითქოს ვაყვედერთ ხოლმე იმას აქვს და იმით ვაკეთებს და იმით მეც რომ მქონდეს მეც ვიზამდი. ეხლა მე ამ შემთხვევაში მახსენდება რა დამოკიდებულება. რამდენი ჩვენი ქცევა არის გამოსული იქიდან რომ ჩემიანს გაუჭირდა. სამონტყოფოშია ვინახულე, იქ რაღაც ცხელი კერძი გამომზადე, მივიტანე
საპრობილეშია და რაღაცა ან თანხა ჩაურიცხე თუ რაღაცა ოჯახს დავეხმარე რომ ისევ მას დახმარებოდა, იმიტომ რომ ჩემიანია. და მას ხوارი ამბობს ეს ეხო წარმართებიც იქცევიან რა. ამიტომ ამაზეა დაფიქრება ღირს ეს მომენტი რომ ის ვიღაცა რომელიც ახლა დღეს საუნდტროფოშია და შენ შეიძლება რომ რაღაცა ამის შესაძლებლობა გქონდეს კვირა დღე არის მორჩი წირვა დასრულდა მადლობა ღმერთს ეზიარე გიხარია სულიერი ბედნიერება და ჯერში გაქვს რაღაცა ცირედი თანხა ხო ადგილად უნდა წყალი მიაწოდო და თქვა რომ აი კითხო ექიმს ხო უბრალოდ ვინ არის ისეთი რომელსაც შეიძლება რომ დღეს არ გქონდეს დიდი შესაძლებლობა და უბრალოდ ეს ჩემი სახელით მიაწოდეთ ამაზე დიდი სიხარულა იქნება ნუ დაველოდებით იმას როდის მე დაუძლურდები ნუ დაველოდებით იმას ან ჩემს გვერდით როდის იქნება ისეთი ადამიანი რომელსაც დახმარება დაჭირდება და მე იტყვიან რომ აი იცი რა ის დაეხმარა ხო არის აქაც ხო პატიმოყვარეობის მომენტი ხო არ არის რა როცა გვინდა რომ ჩემიანს რაღაცა იმაზე მეტი შეუძლო და გაუკეთო მაგრამ სხვა უცხოს მიმართ ეს გვიჭირს რატო ის ჩემიანს როცა უკეთებ ჩემიანები ხედავენ და სადღაცა ჩემი ხო შკალა იმისა მაღლდება ხო უფრო მაღლიდან შემიძლია მე უყურო სამყაროს ამიტომაც უცხოებშიც ვეძებოთ უცხო ადამიანებში უნდა ვეძებოთ ისეთი რომლებიც არიან პატიმრები არიან აუმტყუპები არიან და თუნდაც მუგეშს სიტყვიერს რომ საჭიროებენ თანადგომას ესეთი ადამიანები ერთ მოძღვარს და ძალიან მენიშნა ის რომ დღეს გვჭირს საზოგადოებას ალბათ რომ ყველა ფიქრობს და საუბრობს ადამიანზე იმის მიხედვით თუ თვითონ რა განწყობით არის ზოგადად და რა არის მასში ხო კოკასაშიდან რაც არის იგივე გადმოდინდებისა ხო ეს არის და ასეთი ის ამბავი მოყვა რომ ღამ სიბნელეში აივანზე 3 ადამიანი იდგა და ერთი კაცი მიდიოდა სიბნელეში და ერთმა თქვა რომ ეს ალბათ ახლა ნახა ღამე სიბნელი კარგი დრო იმისთვის რომ მოიპაროს და მოსაპარად მიდისო მეორემ თქვა რომ არა ალბათ სასმელი მოენატრა და მიდის დასალევათო და მესამემ თქვა შეიძლება სულაც გაჭირებული ადამიანის დასახმარებლად მიდისო და აი აქედან გამომდინარე ყველა მის თქვა რასაც ფიქრობდა რეალურად და შინაგანად რაც აწუხებდა ალბათ და ამაზეც უნდა დავფიქრდეთ, რომ როდესაც ვინმეზე რამეს ვამბობთ, ჯერ საკუთარ თავზე უნდა ვიფიქროთ, რომ ეს ნამდვილად ჩემი აზრია, ესე იგი მე ვფიქრობ ამას, შეიძლება მეც იგივე გავაკეთო, რაც ვთქვათ, ვიფიქრე იმ ადამიანზე. ამიტომ მნიშვნელობა აქვს ის სიტყვის ძალა, სწორედ რაც თქვენ ახსენეთ, რომ რას ვიტყვი მე სხვაზე, შესაბამისად, იგივე არის აბსოლუტურად ჩემი სურათი. და შეგვიძლია სხვა ის რაც თქვენ ძალიან კარგია შეგვიძლია საკუთარი თავის სწორად დანახვა და ამ სწორად დანახული თავის მე სწორად გამოტანა საზოგადოებაში ესა ძალიან მნიშვნელოვანი კიდე იმიტომ რომ რა თქმა უნდა ხა ის მანკიერება რომელიც ჩვენში არის ყველაფერი ამის გამოტანას არავინ არ ითხოვს ეს მოძღვართან ახსარებაში მაგრამ სწორად წარმოაჩინო საზოგადოებაში შენი თავი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მაგრამ თუ არ შეგიძლია კიდე საზოგადოებაში თავის წარმოჩენა რა მოეცდები იმაზე მეტი იყო ვიდრე მხარ და როგორიც ახარ ეს იყო სიმშვიდე წარმოჩენილი შენი თავი ეს სიმშვიდე რომელიც მომდინარეობს მეორე ადამიანის მხრიდან და უბრალოება რომელიც ამას თან აუცილებლად ახლავს სიმშვიდეს აი ეს არის ის რაც მე მანუგეშებს და შეიძლება ზოგჯერ მართლა სიტყვებიც არ იყოს საჭირო თუ ადამიანს არ შეუძლია ეს რომ იყოს მშვიდი მაშინ შესაბამისად არც ის არ შეუძლია რომ მე რაღაცა კარგი მითხრას მასწავლოს დამარიგოს გზა მიმითითოს და ასე შემდეგ იმიტომ რომ რისხანებაში ყოველთვის არის რაღაცა საკუთარი ეგო წინ წამოწეული ესე იგი მე მინდა რომ ჩემი თავი რაღაცა წინ წამოვწიო და იმიტომ ვრისხანებ თუ არ მინდა მე ჩემი თავი წინ წამოვწიო და ჩემი რაღაცა პირადი ემოციური ფონი ხო მაშინ თუ გეუბნები ძმაო ესე არ მოიქცე და ესე არ გააკეთო ამას სიყვარულით უნდა ვამბობდე და არ ამრისხანები და ამ შეცდომას როცა უშვებთ სამწუხაროა და არ დაუშვათ მიყვარდეს ერთმანეთი უგუნესი მადლობა მამა გიორგი ყოველწმინდა სამების ლავრის იურის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ბოლოსახური დეკანოზი გიორგი კალანდიე გვესაუბრებოდა 9 საათი ერთად ავღალინოთ უფლისადებელი ლოცვა და დაგებრუნდებით დაგვალდეთ დიდება მაღალთაში ნომერცა
რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე მე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისა განსპეტაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემნი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა, უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი, მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი, მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, 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 დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. Svidauda
გრძელდება ჩვენი გადაცემა 8-9 დეკემბერს, ანუ ორშაბათს და სამშაბათს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართება ძალიან საინტერესო საღამო წარმოდგენა, რაც ეხება ესე იგი პოეზიას და ამ თემასთან დაკავშირებით არის ჩვენი სტუმრები, მომღერალი ია დავითიანი და რეჟისორი გიორგი სიხარული და დილამშვიდობისა ბატონებო. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის და შეიძლება უკვე საზოგადოებამ გაიგო გია ახალი ამპლუით ახალი შემოქმედებითი მიმართულებით გაეცნობა საზოგადოებას, გაირკვა რომ თუნდაც შესანიშნავ ლექსებს წერს, რაც არის ბევრი უცხო, ალბათ ძალიან ვიწრო წრეში იცოდნენ ეს ამბავი და მეც რო გავიგე გამიკვირდა და მეთქი ახალი დაწყებული და თუნდაც საკმაოდ მრავალწლიანი ის ხოლმეა, რა ქვია, ამ ყველაფერს. სანამ ბატონ გიორგისთან გადავალთ, ვინც ასევე გაიგო და გადაწყვიტა რომ არა მხოლოდ ცოდნო და ხალხსაც გაიგო, გიას კითხოთ, ესე იგი როდის, რა, სად, როგორ მოხდა ეს ამბავი, როდის დაიწყე წერა და ვიცი რომ არ გიყვარს ამაზე რო გელაპარაკებიან და გაიძულებენ ახლა რომ გააგებინო ხალხს. მოგესალმებით დილამშვიდობისა, ჩვენ მაყურებელს მივესალმები. თქვენ შემოქმედებით ჯგუფს, სტუდიას. გიორგის თქმისა არ იყოს, არც მე არა ვარ აქ ნამყოფი ზემოთ ვიყავით. და მინდა გითხრათ, რომ ცოტა უხერხულად ვარ. იმიტომ რომ ესეთ ქვეყანაში, რასაც საქართველო ქვია, ჩვენ ქვეყანაში, ამდენი ნიჭიერი ხალხი, ამდენი ნიჭიერი პოეტი, ის ბუმბერაზი პოეტები, რომლებიც ქმნიდნენ ამ ისტორიას ჩვენ ქვეყანას და უცბად გიორგის დაჟინებული თხოვნით რომ რაღაცა მოისმინა ჩემი ერთი ლექსი იქიდან გამომდინარე, მითხრა რომ კიდე გაქო ლექსებიო და საბედნიეროდ მეთქი არის დაგროვდა რაღაც ამ წლების მანძილზე და მოგეხსენებათ ჩემი ხობია ბაღთან ურთიერთობა მიყვარს ყვავილები, მცენარეები. ყვავილები, ვარდები, მცენარეები, ეს წიწოვანი, ფოთლოვანი და ასე შემდეგ და შემეძინა შვილი თათა ეს იყო 22 წლის უკან ეხლა მეორე კურსის სტუდენტია უკვე მოვიკითხავთ აქედან მოვიკითხავთ ჩემ ულამაზეს თათას და ჩემთან აივანზე ბროწეულაში უცბად ეს მომინდა რაღაცის ჩაწერა და ფურცელზე ჩავწერე ესეთი რამე რომ ღამე დღეს ეჩურჩულება გათენდა შობა მზიანი იანვარს ბაბუა გახდა გიორგი დავითი შობას გაშთა შობა 7 იანვარს დაიბადა და რაღაცა კარგად გაილექსა ხო? კარგად გაილექსა მერე წამოვიდა რაღაცა მეორე რაღაც სტროფი მერე რაღაცა კიდე გავიდა რაღაც პერიოდი და კიდე გამიჩნდა სურვილი რაღაც ჩამეწერა ფურცელზე და ერთ შენიერ დღეს ქალბატონ მარიკას წაუკითხე მე ჩემი ერთი ლექსი და ქალბატონ მარიკა კვალიაშვილს ჩვენ ძალიან საყვარელ და ძალიან კარგ ქალბატონს ნიჭიერ ქალბატონს უამრავი ჰიტების შემქმნელს და მითხრა რომ გია არ გაჩერდეო მითხრა ხო და ჩვენი საქმიდან გამომდინარე არ გაჩერდე, მაგრამ მაინც დაგროვდა რაღაცა რაოდენობა ლექსების, რომლითაც დაინტერესდა ბატონი გიორგი და აი ბატონმა გიორგი მითხრას ახლა როგორ გაიგეთ, რამდა გაინტერესდა და არა მხოლოდ ის რომ დაუშვათ გაიგე დაინტერესდა, კაი ლექსები ყოფილა, რომ ეს ყველაფერი უკვე სცენაზე წარმოდგენის სახით შეგვეკრა და აი საზოგადოება არა მხოლოდ რაღაც ლექსების კრებულთან, ლექსების მოსმენას ესე იგი იხილავს, არამედ რაღაც წარმოდგენა იქნება, რა ფორმით იქნება, ამაზე გითხარით და მოკლედ რამ განაპირობა ეს თქვენი დაინტერესება. ყველა ძალიან კარგად მოგვეხსენება პროექტი მიმღერე. დიახ, სახალხო პროექტი. სახალხო პროექტია, მართლაც საოცარი პროექტია და ამ მიმღერეს კიდე უმადლი იმით, რომ აი ესე ახლოს გავიცანი ბატონი გია. და გავიცანი იქ ასევე შესანიშნავი ოჯახი, ბევრი ოჯახები და მათ შორის კიდე ჩიკოვანების ოჯახი და ერთ-ერთ საღამოს ერთად ვხედავთ ბატონი გიგლა, ბატონი გია და მე. და აი იქ სრულიად სპონტანურად რაღაც ესეთი ექსპრომტად შევხვდით და ბატონმა გიამ წაიკითხა ერთი ლექსი და როგორც თვითონ თქვა მე რომ ვკითხე მე რომ კიდე თუ გაქვთ ლექსები და
სრულიად აი ესე რა, დამებადა იდეა, რომ ისეთი მრავალფეროვანია, როგორც აი საოცარი პალიტრა აქვს სიმღერაში, როგორაც მღერის და უამრავი ფერში და უამრავი რაღაცა ნიუანსებით, თქვი რომ რატომაც არა ეს კუთხე და რატომაც არა ამ კუთხიდანაც რომ საზოგადოებამ გაიცნოს და გაიცნოს რისის საშუალებით რომ რაღაცა საღამო, ესეთი უცნაური საღამო, თეატრალიზირებული საღამო გაგვეკეთებინა და შევეცადე რომ მისი პოეზიიდან, მისი ლექსებიდან ამეკინძა ამბები და თვითონ ბატონ გიას მოეთხრო ეს ამბები თუმანიშვილის თეატრის ფიცარნაგიდან. და აი როგორც კახა თქვი 8-ში და 9-ში ვეპატიჟებით მაყურებელს და პირდებით საკმაოდ საინტერესო საღამოს, სადაც ბატონ გიასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მისი ქალიშვილი ნინუცა, მიიღებს მონაწილეობას კახა მიქიაშვილი და კოტე მჟავია. ოჰო. აი ეს საჯარო. რაც შეეხება ბატონ გია თქვენს ლექსებს, ხომ არ აპირებთ რომ კრებულის სახით გამოსცემთ? ერთი უდევს აგერ რა. და ჩვენს მაყურებლებს, თქვენს გულშემატკივრებს, რომ უფრო ფართოდ მიეცეს საშუალება გაიცნოს თქვენი შემოქმედებითი მხარე ამ კუთხით. აი საბედნიეროდ ითავა ეს ამბავი ბატონმა გიორგიმ. აჰა. და ბატონმა ირაკლი გალანდაძე და გამოდის კრებული სწორედ აი იმ დღისთვის, როდესაც პრემიერა იქნება ჩვენი საღამოსი. ამ წიგნის წარდგენებაც იქნება, მოკლედ. კი ბატონო. და საჩუქრად ვინც მოვა? მოგართმევთ. გია, თუ არის ესეთი ლექსები, ახსენეთ რომ ის შვილიშვილს მიეცნო პირველი ისე ჩაიხატა, ჩაიწერა. იმგანები ბროწელაში როზიხარა და სცენარებს სწორად და შვილიშვილი გეშთე, ახლა უფრო კარგი მიზეზი არაფერი შეიძლება პოეზიის. თუ არის ესეთი ლექსები, რომელიც კონკრეტულ მოვლენებს ეხება, ეცნება, აი მიეძნა, შეიძლება შინაარსიც არის. ესეთი ლექსებიც ალბათ იქნება, ან თუ არის უბრალოდ აი რაღაცა განწყობა მან კარგმა ამიდმა და უცებ ჩახატა. რასაკვირველია რა ვიცი, აბა სხვანაირად როგორ ხდება შენი ოჯახის გარშემო, შენი საყვარელი ადამიანების გარშემო ხდება ეს ყველაფერი და არის ჩემ კრებულში, რომელიც მიუძღვენი ჩემ შვილებს, ნუ შვილიშვილი იცით, დედას, მათ შორის მამიდას, ბიძას, ვის ხელშიც გავიზარდე და ვისი ქვეყნად წასვლაც ძალიან გულსატკენია და ყოველთვის გახსენდება ის ადამიანები, ვისთანაც ერთად ბევრი წლები გატარებული. მადლიერებოც. კი ბატონო. და არის ეგ კრებულები, რომელიც პირადად ეძღვნება პიროვნებებს, რომლებიც ჩემი ბავშვობა, ჩემი სიამოვნებას როგრის იმათი გახსენება, იმათთან ურთიერთობა, საუბარი არის საბედნიეროდ არის. ხომ არ გიფიქრიათ რომ სიმღერა შეგექმნათ და არჩეულებული მუსიკოსი ხართ გარდა იმისა რომ თავად ასრულებთ მერით. საბედნიეროდ აი ხო გეუბნებით ერთი ლექსი დამებადა მე სულ რაღაც რამდენიმე წლის უკან შევქმენი ოჯახი ესე მოხდა. კი ბატონო. და ჩემ მეუღლეს ეკატერინე არჩვაძეს მიუძღვენი ლექსი. მე ისე მოხდა რომ მელოდიაც წამოვიდა რა. და ეს მელოდიაც გადავიტანეთ ფურცელზე და საბედნიეროდ არის. ამღერდა ეს ლექსი. ამღერდა ეს ლექსი და სწორედ ჩვენ საღამოზე შესრულდება. მოკლედ ამ საღამოზე ბევრი რამელი მაყურებელს. შეიძლება ითქვას ესეც პრემიერა, იმიტომ რომ არ ვაჟღერებდი ძალიან ხშირად ამას მოიხსენებათ. და საბედნიეროდ შესრულდება ეს სიმღერაც და რა ვიცი მე. კი ბატონო, აი ბატონ გიორგის მინდა ვკითხო, მე ვიცი რას ნიშნავს მისთვის სიმღერა, მუსიკა. ნუ ყველა მიცის რა ოჯახის წარმომადგენელი ბატონი გომარი თქვენ ოჯახში სიმღერა, მიმღერემ კიდევ უფრო კარგად გაგაცნო და როგორც შემოქმედებისთვის უმნიშვნელოვანესია მუსიკა. მომღერალი ეს ხო არ არის პოეტი მღერის, მომღერალის ლექსებზეა საუბარი. რა იყო თუ არის ეს რაღაცა აქ ეს მიმართულებაც რომ მუსიკაც თანხლებია ამ პოეზიის. მე პოეზია უკვე უნდა გულისხმობდეს მუსიკას, ხო რაღაც გამღერება უნდა იყოს ლექსი. კი ბატონო, აი როგორც თვითონ ბატონმა გიამ იცის ხოლმე თქმა, გრიშაშვილისეული დაჰკრავს მის პოეზიას და
პროვოცირებაცო სწორედ მისი ლექსებიდან ალბათ დაიბადა რომ მე ამ სფეროში და ამ კუთხით დამეწყო მოღვაწეობა და მის ლექსებში ეს ძალიან კარგად ჟღერს და აი თვითონ ლექს თავისი მუსიკალური ტონალობა და მელოდია დახვება რა და თვითონაც რო კითხულობს რა გეგონება რომ ღერისო ისე კითხულობს და ძალიან უხდება და ძალიან ისეთია რა თვითყობადია და თავისთავად რაღაცა მელოდიურია რომელსაც ბატონი გია ესე ლამაზად კარგავს როცა ხო არ მოგვიქარგავდი რამის გავწითლდი დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და დარწმუნებული ვარ მაყურებელიც მოლოდინშია კი ბატონო ეხლა ისეთი ხედია უკან რომ აი ამ ხედს მინდა წაუკითხო ლექსი რა თბილისზე მე მიყვარს შენი ვიწრო ქუჩები და აივნები ჩუქურთმიანი აღმაშენებლის პროსპექტი მიყვარს დამთაწმინდაზეს არის წკრიალი თბილისო ჩემო დედა თბილისო რა ლამაზი ხარ რა მშვენიერი სოფლიოში ქალაქი ხარ შენებურად გემრიელი გადის დრო და ჟამი უცბად გვითეთრდება უვარწვერი უშენობას ვერავიდან ვარდა მქვია თბილისელი ნოსტალგია მეუფლება მახსენდება ღვინო ქვევში ქართლის დედა დიდი ხმალით ილოცება თასით ხელში მტკვარზე ტივი მოდუდუნებს კინტო არღნით ბატკნით გვერდში გორგასალი დიდი ცხენით ფიროსმანი ფუნჯით ხელში გავადრო და ჟამი უცბად გაგვითეთრდა უვარწვერი უშენობას ვერავიდან ვარდა მქვია თბილისელი ძალიან დიდი მადლობა აი არაში მართლა იმღერება და მუსიკა ის დანარჩენი 8 და 9 დეკემბერს კინოსახიობთა თეატრში უფრო ვრცელი პოეზია ნამღერი წიგნით და მოკლედ ძალიან გვიხარია რომ გია აი ნიჭიერ კაცს საზღვარი არ აქვს ეს შემთხვევა ხო რაღაცა გამორჩეული მომღერალი უკვე როგორც მისი ლექსებითაც გაგონებოდა მადლობა დანარჩენს ველოდებით სტუმრებს რომ საათზე გაიმართება საღამოში 8 საათზე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინოსახიობთა თეატრში მომღერალი და უკვე ლექსების ავტორი გია დავითიანი და რეჟისორი გიორგი სიხარულიძე გსტუმრობთ გრძელდება ჩვენი გადაცემა და გეტყვით რომ საქართველოს ფოსტა აცხადებს ზამთრის ფოტოკონკურსს თუ რას მოიცავს ეს კონკურსი და ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება უფრო მეც ნინო გელოშვილის ჩართვიდან შევიტყობთ დილა მშვიდობისა ნინო მოგესალმებით ნინო გვაუწყე ფოსტის ამბები დილა მშვიდობისა შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი ჩაერთე კამპანიაში და აჩვენე შენი ნახატი მსოფლიოს საქართველოს ფოსტა ძალიან საინტერესო შესაძლებლობას გთავაზობთ და წინა საახალწლოდ ფოტოკონკურსს მართავს კონკურსში განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია თუ როგორია კონკურსის წესები და პირობები და რა უნდა გააკეთონ მასში მონაწილეობის მსურველებმა ამის შესახებ უფრო სულად მოგვიყვება საქართველოს ფოსტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მაგდა სანიკიძე მაგდა დილა მშვიდობისა მივესალმებით ჩვენს მოგვიყევით საიდან დაიბადა კონკურსის იდეა და რა მიზანს ემსახურება. ზოგადად საქართველოს ფოსტა ანებიურებს საზოგადოებას სხვადასხვა თემატური მარკეტინგული კამპანიებით და წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი. შევქმნით ესე თქვა ერთგვარი კამპანია შექმენი შენი საავტორო საფოსტო ბარათი, უფრო კონკრეტულად შენი ზამთარი. აღნიშნული პროექტი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ნებისმიერმა მსურველმა, ეს იქნება დიდი თუ პატარა, საქართველოს მოქალაქე თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ესე ვთქვათ, თავისი შემოქმედებითი ნამუშევარი, ეს იქნება ციფრული თუ ხელით დახატული, გაგვიზიაროს და შერჩევის შემთხვევაში ავტორის სახელით და გვარით ჩვენ დავიტანთ საფოსტო ბარათებზე, რეალიზაციაში ჩაუშვებთ. საქართველოს ფოსტის ნებისმიერ სერვის ცენტრში იქნება წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული საფოსტო ბარათი აი ამ კონკრეტული ადამიანების ემოციები იმოგზაურებს ადამიანიდან ადამიანამდე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. როგორი იყო საზოგადოების დაინტერესება და ჩართულობა, როდესაც გამოცხადდა ეს კონკურსი? თქვენ როგორ შეაფასებდით? საზოგადოების დაინტერესება და ჩართულობა გულწრფელად გეტყვით, გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, უფრო ნაკლების მოლოდინი ჰქონდა და ძალიან მიხარია, რომ ამდენად მაღალია ჩართულობა, შესაბამისად ის რაოდენობა, რომელიც ჰქონდა გათვლილი, რომ ჩვენ რეალიზაციაში ჩაუშვებდით, გავზარდეთ ეს რაოდენობა, იმიტომ რომ მოთხოვნა დიდი არის და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ სურველების გულები ძალიან დიდი რაოდენობით გავახაროთ, რომ მათი სერვის ცენტრებში მათი საფოსტო ბარათები, მათი სახელებით და გვარებით იყოს წარმოდგენილი.
რა კრიტერიუმებით ფასდებიან მონაწილეები და რა ეტაპი აქვს კონკურს, რამდენი ეტაპი აქვს? კი ბატონო. ეტაპი აქვს რამოდენიმე, პირველი რო რა თქმა უნდა შეიქმნას ეს ნამუშევარი, შემდგომ გაგვიზიაროს ჩვენ აღნიშნული ნამუშევარი, შემდეგ ჟიური მუშაობს ამ პროცესზე და შეირჩევა გარკვეული რაოდენობა, შემდეგ გამზადდება რა თქმა უნდა და ჩაეშვება სერვის ცენტრში და რაც მთავარია, ეს ბოლო ფინალური ნაწილი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეარჩევს აღნიშნულ საფოსტო ბარათს, გააგზავნის საყვარელ ადამიანთან წინა საახალწლოდ კეთილი სურვილებით. რამდენი გამარჯვებული გამოვლინდება, ესეც რომ გითხრათ? საორიენტაციოდ ფიქრობთ, რომ ასამდე გამარჯვებულს გამოვავლინთ. ძალიან დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ თქვენს და რა თქმა უნდა კონკურსის ყველა მონაწილეს. და ჩვენს მაყურებელს ვურჩევდი, რომ მიიღოს ამ ძალიან საინტერესო კონკურსში მონაწილეობა და აჩვენოს თავისი ნიჭი მსოფლიოს. დიდი მადლობა ნიკას, თუ შეიძლება გადმოხვიდე ჩვენთან. ნიკა ჯავშანაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, უბრალოდ გვისრულებდა მუსიკას და ანჯეს უკვე მასთან საუბარს გამარჯვებთ სტუდიაში. დილამშვიდობისა. გამარჯობათ. მადლობა ესეთი ძალიან დიდი მადლობა. სასიამოვნო წარდგენისთვის. მადლობა თქვენ მოწვევით. ამ ყველაფერში ის არის ყველაზე სასიამოვნო უცნაური ჩვენ ნიკას შემოქმედებაზე ვისაუბრებთ, ახალგაზრდა მუსიკოსი, ორი რამეა ჩემთვის მანიშნებელიო. საკმაოდ დაშრომა დაიწყო დაუფლება გიტარის და მუსიკის და არის მოყვარული. არა ოფიციალურად პროფესიონალი როგორ არ არის, მაგრამ არა რაღაცა განათლები და ნოტები და ასე. მოდი. გითხარი, როდის დაინტერესდი ინსტრუმენტით, როდის დაინტერესდი მუსიკით და აქვე ვიტყვი რომ ეს არ არსებობს, მე მგონი ეს სიმებიანი საკრავი რო არ უკრავდი, ესენ კიდე სხვა საკრავი. კი, ბევრია ეგეთ. დაყრათ 15 წლის ასაკში დავიწყე. ნუ დავინტერესდი მაგას საკში. თან ისეთ ასაკში დავინტერესდი, როცა დაიწყო ბლუზ ფესტივალი ლაგოდეხში, მე თან ლაგოდეხში ახლა ვარ კი. ხო და აი ძალიან დამაინტერესა. ბავშვობიდან მიყვარდა ისედაც მუსიკა, მაგრამ ესე ინტერესი სულ მქონდა, აი მოცეკვავის მსახიობს, ანუ სცენაზე რო ხედავდი ადამიანს, მესმინდოდა რომ იქ გაიყავი და ჩემთვისაც და ეკრატაში. მესმინდოდა ეგ ემოცია გამომეწვია, რასაც ისინი ჩემში იწვევდნენ და ну, მე მივედი მაგდონემდე მეც, რომ ბლუზ ფესტივალზე დაუკარი ძალიან ცნობილ ლეგენდებთან რამოდენიმე წელიწადში. და ისე მისთან ერთად დაუკარეთ, აი, მე შესრულებული მაქვს. კი, აბსოლუტურად რა თქმა გიყვებით ყველაფერს. ესე იგი, მივიდექ ის სცენის უკან. როცა დამიძახა კარლოს ჯონსონმა, რაღაც ტექნიკური ხარვეზი იყო და ნიკა help me და რაღაცები. იმიტომ რომ იცოდა რომ კაი ტექნიკური მხარე მქონდა მე იქ ჩემთვის და როცა დამიძახა და ეს იმას ვქენი. შემდეგ უკვე ამომიწვია სცენაზე. როცა სცენაზე ამომიწვია, მე დავდექი, აი უკან ვედექი რა, ჩავთვალოთ. ანუ როგორც რიგითი მუსიკოსი, კი.
და ამ დროს ამოვიდა მეორე ლეგენდა შერონ ლუისი, რომელიც საერთოდ არ იყო გათვალისწინებული იმ დღეს და იმ პროგრამაში. მაგრამ ამოვიდა არ ვიცი რატომ და აი ვიდეოც არის მაგის, როცა მომენტია რომ ორივე ესე მიკეთებს რომ მობრძანდიო რა, ანუ სოლოზე და მეც უკრავ და ვარ ბედნიერი, იმიტომ რომ ბლუზის სამყაროში ფაქტიურად კარი გამიღეს ამ ორმა ლეგენდამ. ბიგინგის შვილმა. კი, ვალდო ვოთერსთან ასევე ჯეიმს ბრაუნის საქსოფონი იყო, ვალდო ვოთერსი, ჯიმი ბერნსი, შესანიშნავი გიტარისტი და მომღერალი. ასევე კი, კლოდეტ კინგი, რომელთან ერთადაც წელს შევასრულეთ Sweet Home Chicago. აქ ძალიან სასიამოვნოა და დარწმუნებული ვარ ჩვენს მსმენელს ძალიან გაუხარდება, რომ ნიკა არის სასულიერო პირის შვილი. მისი მამა არის მოძღვარი, მისი ბიძა არის ათონზე ბერი, ფოტოპატის მონასტერში და მისი ნათლია იყო მეუღლე სერგი. ასე რომ ეს სასულიერო პირები, სასულიერო, ესე იგი, ოჯახში აღზრდილი ახალგაზრდაა და ძალიან გვიხარია ეს ფაქტი ცხადია. რა თქმა უნდა. და რაც შეეხება შენს მუსიკალურ კარიერას, ასე ვთქვათ, ან როგორ აპირებ რომ გააგრძელო, რა მიზნები გაქვს დასახული, საომოლო გეგმები როგორია? ეხლა ვიცი რომ ბენდზე ხარ გადართული და ორიენტირებული. კი, მე ორ ბენდში ვარ, ერთი არის საავტორო ბენდი დროს და ერთი, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ შესანიშნავი სიმღერები გვაქვს და ცოტა ხანში გამოვა ბაზარზე ეს სიმღერები. ასევე შევქმნი ჩემი ბენდი Red Crash-ი, რომელიც მუსიკალური ენერგიის გადაცემას ნიშნავს და ჩვენც ტიპაჟები ისეთები ვართ, რომ ანუ გადავცემთ ამ ხიარულ და პოზიტიურ ენერგიას. თუნდაც საუბრით, თუნდაც სცენაზე რა ავდივარ შემდეგ დაკვირით. და ნუ ეს მეორე ბენდი, cover ბენდია ჩემი. ბლუზი, როკი, როკ-ენ-როლი, ანუ ბევრი რაღაც. ცნობილი სიმღერების თქვენი ვერსია. მაშინ ქართული რეპერტუარის ყანჩელი, რა თქმა უნდა, ყანჩელი, კახიძე, გურგულია, რა ვიცი, ანუ კარგი გემოვნებიანი მუსიკა, რაცა სურო, ავსტრიული, ინდ როკი იყოს, გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენთვის კარგი და გემოვნებიანი მუსიკა ყოველთვის მისაღები იქნება, რომ დავაქავეროთ ჩვენივე გემოვნებით. ასევე ვიცი რომ გააფორმე ფილმიც, ხო? და შენმა მუსიკის დახმარებით დიპლომიც აიღეს. კი, ორმა. კი, ჩემი ვოკალისტი არის რეჟისორი, კინო და ტელერეჟისორია და როცა დიპლომს იცავდა, მაშინ დაუწერე მას და მის მეგობარს მუსიკა. ხო, ნუ მაგამდეც წერდი, მაგრამ წერდი ესე ჩემთვის. და როცა დავწერე მივხვდი რომ ანუ ისედაც მე რომ მუსიკას ვწერ რაღაც წარმომიდგენია რომ ფილმის სცენები არის, სცენებად ვხედავ ჩემ მუსიკას და აი ზუსტად ეგრე გამოვიდა იმ ფილმზეც რომ ანუ რა მუსიკას დაწერილი მქონა მე იმას შევმატეზებიდან რაღაც და საერთო ჯამში გამოვიდა ისეთი რაღაც რომ ლექტორები და მისი გუნდებიც გაუცებულები იყვნენ. ნიკა, ბევრისთვის სამგალითო და მისაბაძი ხარ, მithumetes შენი ასაკის ახალგაზრდებისთვის და რას ურჩევდი მათ, რომ როგორ უნდა მიაღწიონ ამ მიზანს, როგორ უნდა აისრულონ ეს სურვილები, ვთქვათ, რომ ამბობდი რომ პატარაობაში, როდესაც უყურებდი ვთქვათ სცენაზე მდგომ ადამიანს, შენც გინდოდა რომ სცენაზე მდგარიყავი. მარტო სურვილი საკმარისი არ არის თავისთავად. რა გზა გაიარე აქამდე? იცით რა არის მარტო სურვილი და არც მარტო ნიჭი არ არის, იმიტომ რომ ნიჭი ჩემი აზრით ყველა ადამიანს გააჩნია, ან პატარა ნაპირწყალია, რომელიც შეგიძლია რომ მე გააღვიო რა. მე ნიჭი მქონდა, კი, ვაღიარებ, რომ მაქვს ნიჭი, მაგრამ შრომის გარეშე და იმ წვალების გარეშე არაფერი არ გამოვიდოდა. მე რო ღამეები არ მეთია და მე რო დიდი ხანი არ დამეთმო იმისთვის, რაც მიყვარდა, მე ვერ მივაღწევდი იმას, რასაც მივაღწიე დღეს და მივაღწევ მომავალში. ამიტომ რავი, ახალგაზრდებს იმას ურჩევ, ყოველთვის ნებისმიერ ახალგაზრდას იმას ურჩევ, რომ არ დანებდეს. ანუ ამაზე მაგარჩევას ვერ მივცევ. შეიძლება სადღაც წაიქცეს, მაგრამ თავარია როგორ წამოდგება, იმიტომ რომ ყოველთვის არის ნებისმიერ ჩვენ სფეროში ისეთი რაღაც, როცა შეიძლება დავეცეთ რა, მაგრამ არ უნდა იმას ვქნათ, გავაგზავნოთ სწორად. იქ სადაც დავეცემით, უნდა წამოვდგეთ. შეიძლება კიდე წავიქცეთ, რომ წამოვდგებით, მაგრამ არ უნდა დავნებდეთ, მოკლედ ესე ვთქვათ და მე ურჩევდი ახალგაზრდებს, რომ არ დანებდნენ, იმიტომ რომ ხშირად არის მომენტები, რომ ძალიან ნიჭიერი მუსიკოსები მსახიობები ჩემი მეგობრები ყოფილან, რომლებიც დანებებულან რა
კი, გაუგზელებიათ შემდეგ, მაგრამ ნუ არ უნდა დანებდე ჩემი აზრით რა. იცი რა, მე ვთქვი რომ სასულიერო პირი შვილია და ოჯახში გასაგებია. მე უფრო თუ მოესწრო შენ სამი წარმატების კი და იყო უბედნიერესი ადამიანი, იმიტომ რომ უცებ ძალიან ცელქი ბავშვი. ძალიან კარგი მუსიკოსი აღმოჩნდა და დამშვიდე და ანუ კი რომ რაღაცა, იმიტომ რომ ბევრ ამბეს ვიყავი მოდებული ისედაც ენერგიას ვერსად ვერ ხარჯავდი და მივაგენი ბოლოს იმას, რაც მე და ბოლო კითხვას დაგისვა, ბენდი ვახსენეთ და ბენდზე ხარ ორიენტირებული და ასე იმედი მოქრა შენ ბენდი წარმატება იქნება და საზოგადოება ფართოდ გაგიხსნებ. შენ ცალკე სოლო მიმართულებითაც თუ აპირებ მუშაობას, შენივე საავტორო მუსიკას, როგორც გიტარისტი თუ მაინც ბენდის ფიქრები. კარგი კითხვას ასევე. ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ მე მაგაზე ჩემთვის მეფიქრია. რა თქმა უნდა რომ ვაპირებ, იმიტომ რომ სადაც მუსიკას წერ იქაც სიმღერის დაწერას არაფერი არ დგას წინ ჩემი აზრით, თუ არა და მინიმუმ ჩემს საავტორო მუსიკას გამოუშვებ, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ მსმენელს ძალიან მოეწონება. რაც შეეხება თქვენი კითხვას. საღამოებს ყოველთვის მართავთ. ოღონდ ეს არ არის რაღაც სტაბილური სახე არ აქვს, ანუ ხან სად უკრავთ, ну ასე რა. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ დიდი სცენა, რასაც ქვია, იქაც გვიხილავთ ცოტა ხანში. წარმატებები, ნიკა, გისურვებ დიდ წარმატებას, დიდ სცენაზე, იმ ფიქრების სასრულებას, რაც ბავშვობაში ჩაიფიქრე და ამ გზას ადგახარ და ძალიან გაგვიხარდება შენი წარმატებები და მგელით ხოლმე სიახლეებზე. ძალიან დიდი წარმატებებს გისურვებ. მუსიკოსი ნიკოლოზ ჯავშანაშვილი, ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე ბედნიერ შაბათ გულს გისურვებთ. მოშაბათამდე, ნახვამდის.